სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემურ ჩხეიძის სპექტაკლი "სხვა", რომელიც შორია, სატელევიზიო ვერსიის ჩვენება გაიმართა. სპექტაკლი 1993 წლის 15-18 მარტს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებსა და არტილერიის დღეს მიეძღვნა. 25 წლის წინ რუსეთის რეგულარული ჯარის მასშტაბური შეტევა სოხუმზე ქართულმა მხარემ წარმატებით მოიგერია. 15, 16, 17 მარტი ეს არის ყველაზე დიდი შემოტევა საქართველოს მტრების მიერ ორგანიზებული. ქართულმა ჯარმა მოახერხა ის, რომ აი ეს მასირებული მართლაც რომ უმნიშვნელოვანესი შემოტევა უკუაგდო. ჩვენ გვინდა პატივი მივაგოთ იმ გმირ მებრძოლებს, მეომრებს, რომლებიც შეეწირენ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლას. ჩვენი ვალი არ დავივიწყოთ ჩვენი გმირი მებრძოლები, გაუფრთხილდეთ მათ სახელს და გაუფრთხილდეთ ადამიანებს, რომლებიც დღეს ჩვენს დარბაზში შედან და მერწმუნეთ ძალიან რთულია წარმოდგენა იმ დღეების და იმ წუთების, იმ ტკივილის, რასაც ისინი დღეს განიცდიან და მით უფრო რაც მათ გამოიარეს. საქართველოს მომავალი არ აქვს აფხაზეთის გარეშე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკეთებს კარგ საქმეს, იმიტომ რომ იგონებს აფხაზეთში მიმდინარე სამამულო ომის მნიშვნელოვან ეპიზოდებს, როგორიც არის 16-18 მარტის მოვლენები. კარგია რომ ახალგაზრდობა, სტუდენტები, ლექტორები პატივს მიაგებენ ომში დაღუპულ გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოსთვის. ყველაზე მთავარი ის არის, რომ იმ ხალხის თავდადება, გმირობა, რომელიც მარტის დღეებში იყო, ის მართლაც რომ ისტორიული ფურცლებია საქართველოს შეერაღებული ძალების შენელობის ისტორიაში ჩაწერილი და მას ჩვენ დიდი გულისწყურით უნდა მოვეკიდოთ. სამაგალითო მომენტია ის, რაც საქართველოს შეერაღებულმა ძალებმა აფხაზეთის კონფლიქტის დროს თავის თავზე გადაიტანეს. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, ომის ვეტერანები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. მესამე ძალამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენ გვესროლა ერთმანეთისთვის, გაგვენადგურებინა ერთმანეთი ფიზიკურად, მორალურად და დღეს ორივე მხარე ვართ წაგებულები. ერთ ბრძოლაში ერთმა გაიმარჯვა მეორემ მეორეში, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ დამარცხებულები და დაღუპვის პირამდე მიყვანილი აი ამ მესამე მხარის მიერ, რომელმაც ნამდვილად გაიმარჯვა. აქედან ერთადერთი დასკვნა გამომდინარეობს, რომ ჩვენ ობიექტურად უნდა შევაფასოთ ყოველივე ის, რაც მოხდა და გამოსავალი უნდა ვეძიოთ. სხვა გზა გარდა შერიგებისა არ დაგრჩენია. მადლიერი ვარ ბატონი ზურაბ ყონელიძის და უნივერსიტეტის, რომ გაიხსენეს სპექტაკლი "სხვა", რომელიც შორია, რომელიც დადგა თემურ ჩხეიძემ და რომლის პიესის ავტორი მე ვარ. ჩვენ ვიმუშავეთ დიდხანს, 1 წლის განმავლობაში, 2005 წელს დაიდგა ეს სპექტაკლი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა მთელი 6 წლის განმავლობაში. 2011-ის შემდეგ არ უნახავთ ეს სპექტაკლი არავის, იმიტომ რომ სამწუხაროდ და საუბედუროდ იყო რაღაც ძალები, რომელსაც არ მოეწონა თვითონ სპექტაკლი და დღეს იქნება მისი ესე ფართო ჩვენება. პიესა, რომელიც აღძრავს დიალოგის სურვილს საზოგადოებაში და ემსახურება ერთ დიდ რამეს, რომ არ დავიწყოთ აფხაზეთის თემა და უპირველესად ეს უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა მშვიდობიანად. Мушню Москва марит. Муш мацарак скажу. Сизбала готсей. Вещи, пускай. Кукай.